მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გველოდება გრძელი გაშლა ვატყობ. იმიტომ რომ იმდენ ნახეთ დასწრის ბოლოში დედა გადავირი, აი უბრალოდ დავიჭირე. და შეხედეთ პროსტა დავიბენი მეც. ანუ თქვენ ცხოვრებაში მოდის თქვენი ჭეშმარიტი პარტნიორი. რატო იქნება გრძელი გაშლა? იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, ბევრი დასტები აქვს მაგ მომზადებული, ამიტომ აი, მოვიდა, ნახეთ, შეხედეთ. შემთხვევით არაფერი არ ხდება. მოემზადეთ და დაწვრილებით იქნება გარჩევა, იცოდეთ რა. არ ვიცი, რამდენი ხნიანი იქნება, თქვენ კი ხედავთ უკვე ახლა, იმიტომ რომ როცა დავდებ ვიდეოს კი დაეწერება იქ. ნუ, აქ უკვე თქვენი მოთმინება, თქვენი სურვილი, რა თქმა უნდა, ვისაც უყვარს გრძელი გაშლები, კი ხართ აქ ამ არხზე, ვისაც უყვარს მოკლე გაშლები, ის თქვენ გადადით, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, მაგ არხი, სადაც მოკლე გაშლები არის, ნუ რა თქმა უნდა TikTok-ზეც. Так, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. დავიწყოთ, ახლა დავალაგებ. კითხვები კი მაქვს 5, მაგრამ 5 კითხვაში მაქვს ძალიან ბევრი ჩაქსოვილი კითხვები და ამიტომ დავიწყოთ ჩვენ, ჯერ გავშლი. კი შეგიძლიათ გადაახვიოთ, მაგრამ რა ხდება, იცით თქვენ როცა თუ გადაახვევთ, აქ თქვენი რაღაცა არ იქნება ჩაქსოვილი, იცოდეთ რა. ნუ ეს უბრალოდ გეუბნებით თქვენ თვითონ როგორც გინდათ. всё. ვნახოთ ახლა ჩვენ ვინ არის ეს ადამიანი. სიგნიფიკაციას თქვენსაც არ გავაკეთებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ვინც ჩემთან სულ არის, რა თქმა უნდა, თქვენთვის იქნება, ვინც ასეთ თქვათ შემთხვევით შემოვიდა, შემთხვევით არაფერი არ არის, ამიტომ რა თქმა უნდა, უნდა რეზონირდეს. აი დღეს ასე გავაკეთოთ ჩვენ. ვნახოთ აბა, ვინ არის ეს ადამიანი? პირველი კითხვა, აი მთავარი კითხვაზე ვიღებ, აი აქ, ვინ არის ეს ადამიანი? ვნახოთ ახლა ჩვენ. დაგაგე დავდებ ჯერ, მოკლედ დავალაგე, რა ვიცი. ვინ არის? ახლა მინდა ეს ადამიანი ვინ არის? თვითონ ახლა აქ ენერგია იქნება მისი. ჩვენ ვკითხოთ ახლა აქ. მისი ხასიათი. რა სფეროში მიდის მისი თვითრეალიზება? ისიც ვკითხოთ, როგორ ხედავს ეს საერთოდ რა არის მაგისტრის სიყვარული, ურთიერთობა, ისიც ვკითხოთ აი აქ. და რა არის მისთვის მთავარი, აი ქალში მთავარი რა არის? აი ესეც ვკითხოთ. ნუ მე ვფიქრობ, რომ საინტერესო კითხვები, ხო? რა სიტყვით. შემდეგი. ნახოთ ახლა ჩვენ. მოდით ვნახოთ ეს ადამიანი როგორი გრძნობებით იქნება თქვენს მიმართ. აი როცა თქვენ აი ეს წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი თქვათ, შეხვდათ სადღაც, ხო? დაუშვოთ. არ აქვს მნიშვნელობა სად, ყველას თავისი შეხვედრა იქნება. ვნახოთ ახლა პირველ რიგში აი ენერგია ჯერ ავიღოთ, ხო? აი თქვათ პირველ იმპულსი და მე ვკითხოთ უკვე ჩვენ აქ. ეხა ის დასტა მინდოდა. რას იგრძნობს ეს ადამიანი, როცა დაგინახავს? აი რას უკვე იგრძნობს? აი ეს რაღაცა იმპულსი რას იგრძნობს? ეს ვნახოთ. ვნახოთ საერთოდ აი ნუ დავუშვათ თქვენთან ურთიერთობა, საერთოდ რა არის თუ არა მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, აი ესეც ვკითხოთ. და ვნახოთ, ვკითხოთ რა, აი რა უნდა მაგას თქვათ, ოჯახი უნდა რომ შექმნას სიტყვაზე. ანუ უბრალოდ თქვათ, ნუ სულიერი რაღაცა, თქვათ პარტნიორობა, ნუ რა უნდა? აი ასე ვკითხოთ ჩვენ. შემდეგი კითხვა მაქვს მე ეს ურთიერთობა თქვენ რას მოგიტანთ? так, რას მოგიტანთ და აი მე სიყვარული და პენტაკლი შეხედეთ რა ხდება. სიყვარული და პენტაკლების, ნუ ორი ტუზი რა. რაც არ გქონდათ. რაც არ გქონდათ. კარგით ნახოთ ახლა ჩვენ. ხედავთ რა პასუხი მოვიდა. რას მოგიტანთ თქვენ ეს ურთიერთობა? მთავარი ენერგია ეს იქნება.
ვნახოთ რა განვითარება იქნება ამ ურთიერთობას, ხო? რა იქნება რა ენერგია? ასე ვნახოთ და ну რასთან მიხვალთ რა ახლა სად მიგიყვანთ ეს ურთიერთობა და აქ კიდე რა კითხვა მქონდა მაღალი ძალები და მოდი დავიღოთ ეს ისე იყოს ასე საკმარისია ვფიქრობ და ესე რა ქვია არა აქედან ავიღებ მე რჩევას მაღალი ძალებისგან თქვენთვის რჩევა ავიღოთ რჩევა ავიღოთ და ამ რჩევაში ძირითადად რა დევს ეს ვკითხოთ აი ასე ნაბიჯ გავაკეთოთ სამი ну რაღაცა ცოტა ის так არ გამოვიდე ბევრი მაგრამ არა უშავს აი სამი ისეთი კიდე მითითება აქედან всё დავიწყოთ მე ახლა так დავიწყოთ ანუ ადამიანი მისი ენერგია იმპერატორი აი შეხედეთ თქვენ თუ არ მუშაობს ტარო იმპერატორი ადამიანი აი ნახეთ აქ უკვე შემიძლია თქვა რომ ადამიანი მოდის უკვე ისეთ ენერგიაში ну მოდით ჩვენ ახლა ასე დავახასიათოთ ეს პიროვნება საერთოდ როცა უკვე აჩვენებენ ადამიანის ენერგიას ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ადამიანი არის ჩამოყალიბებული ახლა რო ყოფილიყო პაჟი ხო ну სხვა თემა აქ უკვე არის ადამიანი ჩამოყალიბებული არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის იქნება მომისმენთ რატო იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს 25 წლის სიტყვაზე და ძალიან ჩამოყალიბებული აი ძალიან ისეთი даже 21 წლის და ჩემდა ქალს ყავს ქმარი აი წლებია 30 წელი ერთად არიან 21 წლის იყო და უკვე მზად იყო ოჯახისთვის უკვე მზად იყო იმისთვის რომ ოჯახი შეექმნა გაიგეთ ზოგი არის 50 წლის და ვერ არ არის ჩამოყალიბებული საერთოდ რა ამიტომ ჩვენ ახლა ვიღებთ ენერგიას აქ ადამიანი მოდით ასე ვთქვათ რომ მოდის უკვე ჩამოყალიბებული იცის რა უნდა ამ ადამიანს იცის უკვე აქ даже თავისი სხვათა შორის აი ზოგჯერ არის ადამიანი ვთქვათ მოდიან კონსულტაციაზე ну არაფერშო გოგო ბიჭე არიან უკვე იმდენი რაღაცები გამოვლილი მაგათ ცხოვრებაში ვთქვათ მოკლე პერიოდში ვთქვათ 30 წლის არის სიტყვაზე ვთქვათ ხო და უკვე იმდენი არის გამოვლილი რომ აი გაგიკვირდება და შეიძლება ადამიანი მართლა 50 წლის იყოს და მაგდენი რამე არ უნახია ცხოვრებაში. ამიტომ აი ასე ვთქვათ ჯერ ჩვენ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაქვს პოზიციები ახლა. და ვკითხოთ ეს იგი, როგორი ხასიათი აქვს? ნუ იმპერატორს ზოგადად ახლა ხასიათი რო გითხრათ ძალიან ისეთი, რატო იცით? როცა ადამიანი იცის რა უნდა მას, ეს უკვე ნუ ბევრ რამეზე მეტყველებს. ნუ ჩვენ ვნახოთ, როგორი ხასიათი აქვს. აი გეუბნებით, აქ არის როგორი ადამიანი, ნახეთ, მე ოცნები, ასე ვეთყოდი, იმის მიუხედავად, რომ ანუ როგორ არის, აი ბევრი გეგმები აქვს, ხასიათი ისეთი აქვს, რომ ეს ადამიანი სულ რაღაც გეგმებშია, სულ რაღაცას ეძებს. სხვათა შორის კიდევაც გეგმები, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის ეს პიროვნება, ხო? და რამდენია გამოცდილება, ეს ადამიანი ყოველთვის აი სულ რაღაც, ну, იმპერატორი მასეა საერთოდ რა, იმას ახლა თქვა რაღაცას მიაღწია, რატო არის იმპერატორი? იმიტომ რომ რაღაცას მართავს, ხო? შეიძლება რაღაცას განახორციელებს, მე კიდე უნდა რაღაცა, ხო? და ამიტომ ამ ადამიანს უზის ხასიათი, რომ სულ რაღაცას ძიებაში, სულ რაღაცას, ანუ ახალი მაინტერესებს, ხო? ეს პრინციპში არ არის, აი მე ვიტყვი, ცუდი თვისება, იმიტომ რომ აი როცა ადამიანი სულ რაღაცას ახალს ეძებს, ეს თან გვერთხები, ანუ ეს უფრო საქმეში, ну ხასიათი კი ბატონო. კი შეიძლება იყოს კიდევაც ფიცხი, არ გამოვრიცხავ, მაგრამ იცით როგორი თემა არის, აი რატომღაც აქედან როგორი ენერგია მოდის, იცით? ნახეთ. სანამდე რამეს იტყვეს, ხო, დაფიქრდება, ну ეს ისედაც ახლა იმპერატორის თვისება, ხო? სანამდე რამეს გააკეთებს,
ეს დაფიქრდება, იმიტომ რომ აქ ნახეთ, ფიქრები კი მაქვს, მაგრამ აქ ღობე აქვს ადამიანს, გაიგეთ? ანუ უკვე იმდენი რაღაცები მაქვს გამოვლილი და ვიცი, ანუ შევა ხასიათიც ხო თქვით ჩვენ ახლა. ისეთია, სანამდე რამეს გააკეთებდეს, სანამდე რამეს ეთყოდა, იტყვის დაუშვოთ, სანამდე რამეს თქვათ ახლა აი იმოქმედებს, დაფიქრდება ჯერ. აი ჯერ დავფიქრდები და მე ვიტყვი. იმის მიუხედავად რომ ეს არის ორიანი, იმიტომ არის რომ ადამიანი ანუ ეგრევე იმპულსი რაც მოუვიდა არა. დავფიქრდები ჯერ, გავაკეთებ არჩევანს, ამ შემთხვევაში მე რა ჯობია რომ ვთქვა დაუშვოთ, აი რა ჯობია, როგორ ჯობია რომ მოვიქცე, როგორ ჯობია, როგორი რეაქცია ჯობია რომ მქონდეს. აი აქ ეგეთი ხასიათი აქვს ამ ადამიანს პრინციპში. Ну, აი თან ძალიან როგორი ადამიანი, აი აინტერესებს რა ბევრი რაღაცა. ამასთან საინტერესო საუბარი მე даже არ გამოვრიცხავ, შეიძლება ეს ამ ადამიანს, ну, თქვა დაუშვით, მოგზაურობა უყვარს, ბევრ ქვეყანაში არის ნამყოფი, თქვა, ხო? даже აი ну, ჩვენ ხასიათს ვეკითხებით, ხო? აი აქ რეგულირება იცის თავისი ხასია, დერეგულირება, აი რაღაცნაირად ესეთი ადამიანია, რომელიც აი მნიშვნელოვანია. რა უნდა ვთქვა, როგორ მოვიქცე, გადანასწორებული ტიპია. ვნახოთ ახლა რა სფეროში არის მისი რეალიზება, ხო? რა სფეროში. აქ მე ვიტყოდი, ადამიანი მუშაობს გონებით, სხვათა შორის. უფრო სფერო ისეთია, რომ აი ბევრ რაღაცებზე ფიქრობს, შეიძლება აი უფრო გონებრივი, რომ ხმალები ეთყობა უწეს ძალიან ბევრ რაღაცების, ну, ფიქრით, ამ პლუს კიდე შეიძლება ადამიანი რამის ხელმძღვანელი იყოს და ბევრი ძალიან ფიქრები აქვს, ბევრი რაღაცა აი გონებით მუშაობს. ახლა მე არ შეიძლება აიტიშნიკი იყოს სიტყვაზე, შეიძლება უბრალოდ ადამიანს აქ არ გამოვრიცხავ, ხა მაინც არის იმპერატორი, შეიძლება თავისი ბიზნესი აქვს და ну სფეროს კი ვეკითხებით ჩვენ, მოდით მაინც ვკითხოთ კიდე ახლა, მაგრამ უფრო გონებრივად მუშაობს. ну საერთოდ თქვენ რომ ვიცოდეთ, რომ ადამიანი, ну აქ წარმატებულიც უნდა იყოს პრინციპში, ადამიანი უფრო მეტად არის, თქვათ, ანაზღაურებიანი, ის კი არ არის, რომელიც მუშაობს, თქვათ, აი ფიზიკური შრომა არ ფასდება არასოდეს ისე, როგორც ფასდება გონებრივი. ამიტომ არის თან ახლა აქ მერვე ენერგია, ესე იგი უკვე ბევრი რაღაცები აქ საფიქრებელი ადამიანს, ხო? ანუ ბევრს მუშაობს იმენა გონებით, ტვინით, რა. და ამიტომ ადამიანები უფრო მეც აღწევენ ცხოვრებაში, ვინც მუშაობენ გონებით და არა ფიზიკურად, დააკვირდეთ თქვენ თვითონ. ახლა მე რა თქმა უნდა იმას არ ვეთქვით, რომ არავინ არ უნდა იმუშაოს ახლა ფიზიკურად, მაგრამ ის ფიზიკურად ზოგი რომ მუშაობს გონებას რთავს და იმ ფიზიკურ აი ხო არიან ზოგი თქვათ ახლა ფიზიკურად მუშაობს, მაგრამ უფრო აი მეტი ანაზღაურება აქვს, თქვათ, ვიდრე მის გვერდზე ვიღაცას, ხო? იმიტომ რომ ის ფიქრობს თუნდაც ახლა აქედან იქამდე რომ გავიტანო რაღაცა, ხო? აი როგორ შეიძლება უფრო ან მალე გავაკეთო, ან ის რომ არ დავიღალო და მეტი გავაკეთო და მეტი მქონდეს. ну ეს გონება, მაინც გონებას რთავს კიდე. ну აქ გეუბნებით, აქ ვიღაც ხელმძღვანელი იქნება ეს ადამიანი, უეჭველი შეიძლება სხვათა შორის, რატომღაც მომივიდა კიდე როგორი თემა იცით, შეიძლება მანქანებთან დაკავშირებით ან გადაადგილება, ну უფრო მომდის რაღაცის ხელმძღვანელი ეს ადამიანი, რა ლიდერი არის, რაღაცა შეიძლება თავისი კომპანია ქონდეს, შეიძლება თავისი საქმე ქონდეს უმცირე, ხო დაუშვოთ, ხო? ან იმიტომ რომ აი მანქანების გამოზიდვა, რა ვიცი, აი რაღაც მომდის, შეიძლება მაგით იყოს დავკავებული, იმიტომ რომ ახლა კი. კარგით. ну უფრო გეუბნებით, უფრო გონებრივად მუშაობს ეს ადამიანი. და აქ შემდეგი ვნახოთ ჩვენ ანუ აქ ურთიერთობას, ხო როგორ ხედავს სიყვარულს ეს ადამიანი და ურთიერთობას. ну როგორ ხედავს, იცით, ახლა სიყვარულს და ურთიერთობას.
აი აქ არის რაღაც სულ ორიანები. შეიძლება რას ვეტყოდი, ნახოთ აქ გოგოზის ველოსიპედით ხო და მიდის. მე აქ იმის მიუხედავად, რომ ეს არის პენტაკლების ენერგია, მაგრამ ეხლა ეს ორაკული, ამიტომ ორაკულს სხვანაირად ვკითხულობთ ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი, ვფიქრობ კი არა, როგორი ინფორმაცია იცით, რომ ქმედებას ვხედავ მე აქ. ანუ ადამიანი ფიქრობს, რომ თუ გინდა შენ, იმიტომ რომ აქ ნახეთ ეს რო არის ეს ნიშანი бесконечность რა. ანუ ადამიანი ფიქრობს, რომ თუ გინდა, ანუ ხო მართალია, всё, მომედა. ნახეთ, როცა კაც ეს ზუსტად კაცის პოზიცია სხვათა შორის, აი მართლა თუ გინდა შენ სიყვარული არის როგორი ისე რა ქვია, აი როგორც ყვავილი, ხო? შენ თუ არ დაასხი წყალი მაგას, ის ყვავილი დაჭყნება. ამიტომ სულ რაღაცა უნდა გააკეთო, მოვლა, აი, პენტაკლები, მოვლა. უნდა სიყვარულს უნდა სულ მუდმივად უნდა მოუარო სიყვარულს, ურთიერთობაში სულ უნდა ჩადო რაღაცა. თან ახალი ორიანი, ხო ხედავთ, ახალი ენერგია, ახალი სულთან სულ მუდმივად უნდა იყო აქ მუშაობა, უნდა იმუშაო ურთიერთობაში. მიხვდეთ, ეს ძალიან სწორი პოზიცია, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი პოზიცია, იმიტომ რომ როცა შენ ფიქრობ, რომ всё, ეს დაუშვათ ქალი ჩემია, ან ეს კაცი ჩემია, ხო? მორჩა დამთავრდა, შემიძლია უკვე всё, ვარ, მივიდი, ვარ ცოლ-ქმარი ვარ, თან რაღაც პარტნიორები ვარ, ხო, ვუყვარ ვარ, ხო? და აღარაფერი გააკეთო, ეს ადრე თუ გვიან დაჭყნება და გაფუჭდება. იმიტომ არის, რომ ყვავილიც რომ გაგშნა, მაგას უნდა მოუაროდო დაჭყნება. აი ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა ჩადოს შენი დრო, პენტაკლები დრო არის, დრო უნდა ჩადო, პლუს უნდა რაღაცა გააკეთო, მატერიალურია, კი, აი, იმპერატორია. იმპერატორი, რა თქმა უნდა, უფრო იფიქრებს ახლა და იაზროვნებს პენტაკლებით, იმიტომ რომ იცის მაგან, რომ დროც მნიშვნელოვანია, ჩადებაც მნიშვნელოვანი და პლუს კიდე მაგას შეიძლება გამოცდილიც იყოს ეს ადამიანი, შეიძლება კი არა კი. და უფრო იცის, რომ მუშაობა საჭირო, დრო საჭირო. აი ეს არის რა. სულ რაღაცა უნდა გავაკეთო. და პლუს კიდე ხა ველოსიპედი ეს არის, რომ ახალი რამის აქ მოფიქრება არ არის საჭირო, ეგ ისედაც გასაგებია, რომ თუ გინდა ურთიერთობა იყოს, თუ გინდა სიყვარული, ყოველთვის შენ უნდა რამე ჩადო, შენი დრო, შენი რესურსი, შენი თქვათ ახლა ენერგია უნდა ჩადო. აი, ძალიან კარგი პოზიცია. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ მისის ქალში რა არის მთავარი. აი, მე ვეტყოდი აქ მის მიუხედავად, რომ აქ არის პენტაკლების ხუთიანი, აი მე ვეტყოდი აქ, რომ აი მაგისის მთავარი არის ქალში და რაც მოდის ეგრევე ინფორმაცია ჩემთან, ანუ თვითქმარობა, იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის ცხრიანი პენტაკლების, იმიტომ რომ მთავარი ის არის, რომ იყოს თვითრეალიზებული. აი ეს არის მაგისის მნიშვნელობა, რომ არ იყოს აი ეს მათხოვრული, ეს არის მათხოვარის არკანი რა. და ანუ როცა მე აქ ვერ ვეტყოდი, რომ თქვათ, რომ ქალი იყოს ჩემზე დამოკიდებული, არა. და დავამოწმებ კიდევაც, მაგრამ დარწმუნებული ეს ასეა. მაგისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოს ყურით-სათრევი. აქ ნახეთ, ქალი თვითონ არაფერს წარმოადგენს და მოათრევს ამ ბავშვს. თვითონაც აი ხო ხედავთ რა. ანუ არ იყოს ყურით-სათრევი ქალი. იმიტომ რომ იმპერატორს ჩვენ როცა გვინდა ასეთი კაცი, რომ თქვათ, იყოს ძალიან ესეთი ფინანსით სულადაც კარგი იყოს, თვითრეალიზებული იყოს, ასეთი, ისეთი, მასეთ კაც რაში ჭირდება ქალი, რომელიც ვაფშე არ ვითარდება, თავს არ უვლის, სულ დამოკიდებულია შენზე. ეგეთ კაცებს არ იზიდავენ ეგეთი ქალები. შენ თუ რა თქმა უნდა კაცი, აბა რა შემჭირდება მაშინ კაცი თუ მაგან მე არ მომხედა. ეგ არის სისულელე. მოგხედოს რა ავადმყოფი ხარ? ხო არა ხარ ავადმყოფი, ჯანმრთელი ხარ? შეგიძლია რამე თქვა, გქონდეს შენი საქმე, რომელიც შენ ქსიამოვნებს, რომელიც შენ გაძლევს იმ საშუალებას, რომ ელემენტარული შენ თვითონ მოუარო შენს თავს, რა გინდა ახლა ეს, ანუ ბანკომატი თუ გჭირდება, იმისთვის რომ შენი რაღაცა სურვილებისთვის შენ თქვა დააკლიკე და მოვიდა ფული, ну ეს
კი, მაგრამ ადამიანს, რომელიც არის თვითონ თვითრეალიზებული და აქ იმპერატორია ბოდიშით, ხო? მაგას უნდა რომ ყავდეს ქალი, რომელიც იყოს ისიც, რამე სულ მცირე ხობი მაინც რამე გქონდეს, რომელიც მოსწონს და რომელშიც ხედავს თვითრეალიზებას, სიამოვნებს და რაღაცა დაკავებული არის, რომ ქალი, რომელიც აი ასეთ ენერგიაში არის, ის ქალი, რომელიც სულ მაგას მის დღემში რაღაც არ მოსწონს, ფული სჭირდება, სულ ითხოვს, პლუს კიდე არის, რა ქვია, დილიდან საღამომდე სულ ურეკავს და აკონტროლებს და სულ რაღაც ეს ძალიან ესეთი რთული სიტუაცია, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად არა. შენ თვითონ რო ხარ თვითრეალიზებული, ესე იგი უკვე შენს ხარ დაკავებული, შენ უკვე ჩემში უფრო ინტერესს იწვევ, ხო? ეს ძალიან ესეთი თემა მნიშვნელოვანი და გრძელი, იცით თქვენ რომ ესე რა ქვია, ბევრს მაგას გესაუბრებით ხოლმე. კი, აი რას საქმიანი. თავისი საქმე გქონდეს, კი, თვითრეალიზებული, რაც თქვი პრინციპში ახლა არც იყო აქ საჭირო დამატება ამისი. ეს არის ეგრევე ჩანს ახლა ასეთ ადამიანს ახლა რანაირად უნდა სხვანაირი ტიპის ქალი. არა, კაცი არ დაინტერესდება ადამიანი, აი აქ რო აი ვიღაცა უნდა ვუშველო, ვიღაცას უნდა აი სულღარ, არა, იმპერატორები ეგეთები არ არიან, არა. ის დრო გავიდა, როცა მართლა კაცებს უნდათ რაღაცა პატარა გოგუშკები, მდიდარი კაცებს და პროსტო უბრალოდ მქონდეს ახლა სილიკონის ყველაფერი და თქვა წავიყვან და ვინმეს როგორც დოჯინას ვაჩვენებ და ყველაფერს მაგას გავუკეთე. ის დრო წავიდა. ეხლა კაცი, რომელიც თვითონ რაღაცას აღწევ და თვითონ არის თვითრეალიზებული, იმას არ უნდა გვერდით რომ ყავდეს აი ეგეთი ქალი, აი მართლა მათხოვარის როლში რა დამირწმუნეთ. ეხლა ვმუშაობ მე ეგეთ მამაკაცებთან და ვიცი მაგათ რა უნდათ. ნახოთ შემდეგი ესე იგი ჩვენ, როგორი ენერგიაში იქნება, როცა თქვენ შეხვდებით. ნახეთ. აი ზუსტად ეხლა რო ვლაპარაკობდე, აი აქ მეხუთე ენერგიაზე, აი ეს მიტრიალდებოდა თავში მეხუთე არკანი, შემოსწავლები კი მივხვდები ხუთიანი პენტაკლების და რა თქმა უნდა ვიფიქრებდი იეროფანტზე, ხო, იცით თქვენ რატომაც. ხო და აი იეროფანტი მაჩვენეს კიდევაც რა. ენერგია, რო დაგინა რა ჭკვიანია. ეხლა ნახეთ, ქალი როცა არის ჭკვიანიც და ლამაზიც, ხო? წესიერი კიდე, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესიერებას მე გულისხმობ ცოტა სხვა თემას, ახლა აღარ გადავუხოთ, თორე კიდე დიდ ხანს დაგელაპარაკებ რა მე. ხო და ამიტომ აქ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ადამიანის პირველი რაც ექნება, რომ თან პლუს კიდე ნახეთ, ქალი რან აი აქ ზის ადამიანი, ხო? ასეთზე მე ვლოცულობდი, ასეთზე მე ვფიქრობდი, ასეთი მინდოდა ზუსტად. ერთი წუთი. ხო, ახლა ვეკითხოთ. აქ თქვენზე ვეკითხები, თვითონ როგორი ხართ და მაჩვენებენ როგორ. იცით, შეიძლება ვიღაცა გამოვიდა ან სიტუაციიდან, ან სამკუთხედიდან, ან შეიძლება დაშორებულები ხართ ქმარს სიტყვაზე, ან შეიძლება აქ სიტუაცია იყო, რომელმაც თქვენ გული გატკინათ, იყო აქ მესამე ფაქტორი რაღაცა და თქვენ აქ გამოსული ხართ ურთიერთობიდან და როგორი ხართ. თქვენ ახლა პრინციპში ელოდებოდეთ აქ სიყვარულს, კი ბატონო. კი ბატონო, როგორი გოგოა. კი, ძალიან აი ესეთი. თქვენ მოლოდინში ხართ, აქ ელოდებით თქვენ ნამდვილად. კი, ელოდებით. აქ მაჩვენებენ რომ ქალი რომელიც ელოდება, მაგრამ თვითონაც ბევრი რაღაცა გამოვლილი, მაგრამ იმიტომ დაგინახავს ეს რომ ენერგია პირველი იმპულსი ზუსტად ისეთი, როგორც მე ვფიქრობდი, ზუსტად ეგეთი, რომელზეც მე ვთხოვდი. თქვენ თუ გონიათ, რომ კაცები მასე არ არიან, მარტო ქალები ნატურულობენ, რომ არიქა და შემოვიდეს ესეთი ქალი, რომ არიქა და ნიშნულობა არ აქვს, როგორი არა ცდებით, კაცებიც ოცნებობენ. ამიტომ ენერგია წამოვიდა ძალიან კარგი. აი, კარგი ჭტაბეჭდილება წამოვა თქვენზე, რა ჭკვიანია, რა წესიერია, რა მაგარი ქალია, რაღაცა ეგეთი, აი ისეთი, როგორიც აი მართლა მინდოდა. და სხვა და შორის აქ
კი არის კითხვები, ახლა ჩვენ ვკითხავთ მაგის სერიოზული ურთიერთობაზე, მაგრამ მე უკვე აქედან შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ეს ადამიანი, აი როგორი ის არის, იცით, კაცებიც ხო ძალიან მშვენივრად კარგად ხვდებიან, რომ ეხლა ამ ქალთან მე სერიოზული ურთიერთობა შემიძლია დავამყარო თუ ისე რა, გავერთობე ახლა ერთი ღამე და გავუშვებ რა. თორე ლაპარაკი იციან, ესეთი ლაპარაკი იციან, რომ ვერც გაიგებ, როგორ აღმოჩნდები თქვათ მაგათ საწოლში, მაგრამ აი ზოგი კაცი და იციან მაგათმა, ეგრევე ხედავენ, რომ ამასთან ეს შეიძლება თუ არ შეიძლება. ამასთან სერიოზული მინდა თუ არა. აი თან ეს იმპერატორი უკვე ჩვენ ვთქვით, რომ ამასაც ესე იგი უნდა უკვე ენერგია ადამიანი, რომელიც უკვე გვაჩვენებს, რომ სერიოზულობა მაქვს, მინდა სერიოზული. თან ახლა იმპერატორი და პლუს კიდე იეროფანტი გვერდით, ხო? ნუ ნახოთ, ახლა ჩვენ აბა ვკითხოთ ტაროს, ახლა რას იგრძნობს ეს, როცა თქვენ შეხვდებით, რას, ნუ გეუბნებით რა, всё ტვინის შერყევა ექნება ეგრევე. აი ეს ექნება, რომ просто აი ეს აი გაგიჟდა, მეც ისე მაინტერესებს ერთი წამით. ну всё, იცი სამი მაღალი არკანი გეტყვით. ძალიან მაგარი პოზიციები გვაქვს. სად არის? საწავიდა. აგერა. так, ეხლა ისე შეხედეთ. ძალიან მაგარია. სამი მაღალი არკანი, 4 და პოზიციაზე აი თქვენ რომ დაგინახავს, შეხედეთ. რას იგრძნობს, როცა თქვენ შეხვდებით? გაგიჟდება, გადაირება. ნუ პირველ რიგში იეროფანტიც მაგას გვეუბნება, ეგრევე გვეუბნება იეროფანტი, რომ აი ასეთი ქალი მე არ შემხვედრია. ნუ ეგრევე რა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ იმ წუთში თქვენ რო დაგინახავთ, აი რაღაცა ეს იმპულსი ნახეთ, აი იმპულსი აი უზომოდ მოეწონებით თქვენ ამას რა. და ესე იგი როგორ აი თითქოს ну აი რუსულად არის ძალიან მაგარი ნათქვამი, крышасnосная. ანუ როცა სახურავს რომ მოხსნის რა, რო იტყვი ძალიან ქარიშხალი რო არის და აი რო ხსნის იმას, რა ქვია, სახურავებს რა. ну ასეთი არ მინახე ეს რა მაგარი, აი იმპულსი წამოვა რაღაც ვაიმე რა მაგარი ქალი. აი ეგეთი რაღაცა ექნება ამას რა. არის თუ არა სერიოზული ურთიერთობისთვის, ხო? აი ეს მინდოდა დამემოწმებია, იმიტომ რომ აქ არის ყურუმი ხა აი მაინტერესებს აქ არის თუ არა, რომ ძალიან ისეთი ჭკვიანი ხარ თქვენ აქ მაგის თვალში, კი, 100%-იანი. უბრალოდ თქვენ მაგას და აი კი 100%-იანი სერიოზული უნდა, იმიტომ აქ როგორი მომენტი იქნება, იცით, რომ ადამიანი იქნება, ანუ ეგრევე აი ესეთი, აი თქვენაირი ქალი მაგას არ შეხვედრია. შეიძლება თავიდან დაიბნება, იმიტომ რომ იმედენად საინტერესო და ჭკვიანი იქნებით თქვენ აი საუბარში და ამოუცნობი. ყურუმი არის საერთოდ როგორი ტიპი, იცით, როცა უკვე იმდენად მიზიდავს, რომ ანუ მაინც ენერგეტიკა სხვანაირი აქვს ქალს რა, შეიძლება თქვენ ეზოტერიკოსიც ხარ და დარწმუნებული ვარ, აქ ბევრი მიყურებს, ну სულ მცირე ჩემი მოსწავლე გოგოები, ვინც ახლა ნამდვილად არიან, გინდათ ახლა ბიჭებიც, არიან ისეთი ენერგიად, რომ ბიჭებო თქვენ გადაატრიალეთ თქვენ ახლა თუ იმპერატორი, თქვენთვის იმპერატრიცა, ხო იცით? ანუ ესე იგი აქ ან შეიძლება ქალი ესეთ ენერგიებში, რომელმაც ბევრი ამის მიაღწია ცხოვრებაში. და აი აქ არის როგორი თემა, იცით, რომ აი სამი მაღალი ხუთი господи боже, 4 მაღალი არკანი და იმაზე რომ ადამიანი მეც ხო ხედავ და всё ვერ ლაპარაკობ. აი ეგეთი რაღაცა დაემართება ამ კაცს, წარმოიდგინეთ რა. ამ ადამიანს მოდით ასე ვთქვათ, რომ დაგინახავს თქვენ და დაგელაპარაკებათ, რომ აი როცა სურვილი არის, всё მორჩა ეს ჩემია. რატო გეუბნებით? უნდა თუ არა ოჯახის შექმნა იეროფანტი. ისე ვის. იეროფანტი. და აქ არის როგორი თემა. ნახეთ, აქ სულიერი ხო ვთქვი რომ ან სულიერი უნდა თქვათ, ოჯახური რომ ოჯახიც უნდა, კავშირიც უნდა, ბედნიერებაც უნდა. ანუ ესე იგი აქ როგორი თემა, ეს იმდენად ჩემია, რომ ამაში ყველაფერი დევს ისეთი, რაც მე მინდა რომ იყოს ქალში. მიხვდით?
და იმიტომ არის, ანუ როგორც ისე რა ქვია, აქ даже როგორ შეიძლება პროცესს გვაჩვენებენ ჩვენ, რომ როგორიც პირველად დაგენახათ, ისეთივე დარჩებით მასში და ეს დიდი იმპულსი გამოიწვევს მაგაში, აი როცა ნახეთ როგორი სურვილია. არ მინდა რომ დავმალო, მინდა დავანახო ჩემ მეგობრებს, მინდა ეგრევე გავაცნო ჩემს ახლობლებს და ჩემ ნათესავებს. აი ყველა მინდა რომ გაიგოს ეს ხალი ვინ არის. გაიგეთ? აი ესეთი სურვილი რო უჩნდება, კი არ გმალავს რომ არიკადო ღმერთმა არ აქნას რომ ვინმე გაიგოს ამაზე. აი რაღაცა. პლუს კიდე აქ არის ხა, იეროფანტს მაინც ვიტყვით რომ კი შეიძლება იყოს, აი გეუბნებით, ახლა აქ ფარტუნა. კიდე დაგვემატა, იმიტომ ვიძახე, ზეგან ხო ვიძახდე, რომ 5-5 მაღალი არკანი, აი მე 5-ს დაგვემატა. ანუ აქ როგორი სიტუაცია, იცით რომ ამას არანაირად არ აინტერესებს, არანაირი თქვენთან სხვაობა, რა სხვაობა ხო გითხარით აქაც აი ვაფშე არ აინტერესებს, საერთოდ რა რელიგიის ხართ, რა რისი ხარ, არა. აქ პირიქით არა, ვკითხე დამალვაგინა მაინც მიხუცით, როცა რაღაცა მე არ მომწონს, კი არა, პირიქით მინდა ვანახო ყველას. კი, ყველამ უნდა გაიგოსო. ანუ ნახეთ, იმიტომ რომ დიდი ხანი ასეთ ხალხს ველოდებოდე და რას არ ვაჩვენებო. აქ არა აქვს მნიშვნელობას არანაირი, თქვენ ახლა კი იეროფანტი არის რაღაცა სხვაობა, ისე შეება. ვაფშე არ აინტერესებს, იმიტომ რომ იმდენად ჭკვიანი ხარ, თქვენ ეთყობა რომ თქვათ საუბარი გექნებათ რამე ხო ამ ადამიანთან რაღაცაზე. აი რა თემაზეც არ უნდა დაველაპარაკო, ვაფშე ყველანაირად ახლა მომყვებაო ეს ვინ არის საერთოდ რა. და ანუ უზომოდ აი როცა აი კაცი იჯდა ბეცებოდა რა. ან კალე რა ვიცი გაიჩი. აი ეგეთი თემაა რა. იმიტომ რომ მთელი ჩემ ცხოვრებას აი წარმოდგენა, ნახეთ, ახლა მე იდეა, აი რაც მომდეს, ხო იცით ჩემი ხასიათი, თუ არის ცუდი რაღაცას გეუბნები. აქ იმინა ადამიანი ამბობს, რომ აი მთელი ჩემი ცხოვრება წარმოდგენა ქალებზე შემეცვალა. ახლა ალბათ არ ხდებოდა თქვენაირი ქალი და და იჭირე გენაცვალე, ხო? კი, აი ქალი, რომელიც თქვათ ახლა შეიძლება ოცნებოდა, რომელიც აი ვიცი რომ ეს არის აი ჩემთვის რაღაც აი ანუ აქ ზექალი არის მაგისტრის, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილი იქნება თქვენი გაცნობით რა. ეს მართლა ნორმალურია, ახლა წარმოვიდგინეთ თქვენც რომ ელოდებით ისეთ ადამიანს, რომელიც აი მართლა აი ისეთი როგორიც აი არ ყავდეთ არასოდეს, თქვათ არასოდეს даже არც იცით, არის ეგეთი რა, თავარი გოგო რა არის, დაიჯერათ რა. თქვენ თუ რეზონირდებათ, თქვენ თუ გრძნობთ, რომ თქვენს აი ან მე რასაც ახლა გეუბნებით, თუ დაუშვოთ თქვენ ეს გონებაში გქონდათ უკვე, ხო? აი მართლა ეგეთი მინდა. აი მართლა მინდა რომ ასე დამინახოთ. აი მართლა იცოდეთ რომ თქვენი ადამიანი მოვა. აქ ყველა მილიონერი კი არ მოვა და პროფესორი. შეიძლება იყოს მართლა თქვათ ახლა ადამიანი, აი უბრალო ბიჭი, მაგრამ აი ესეთი თვისებები გქონდეს და არის ის დივანზე არ წევს და არ წუწუნებს, რომ სამსახურები არ არის, რა გავაკეთე, ხო? ადამიანი, რომელიც იცის, შეიძლება ეძებს, შეიძლება აი რაღაცას აკეთებს, ხო? იმისათვის, რომ გქონდეს და რომ იცის, რომ თქვათ რაღაცას აღწევს ამ ცხოვრებაში და მე უკვე აი ამ აქვს საშუალება თქვათ რაღაცის, ხო? არ აქვს ზოგი სამსახურები, ისეთი აქვთ და ესეთი ანაზღაურებები და ესეთი კარგი ხელმძღვანელები არიან, ან უბრალოდ არიან რა. ამიტომ თქვენ აქ იფიქრებთ რომ არიკას ყველასთან ახლა მილიონერები სად არის ამდენ. უბრალოდ ადამიანები ხო არიან, უბრალოდ ამისი უნდა გჯეროთ, თუ თქვენ ახლა მარტო ყველას აფასებთ იმით, რომელიც თქვენ ყავდათ ვიღაცა და არ დაგანახათ თქვენ რომ მართლა ნამდვილი კაცობა რა არის, ეს იმას არ ნიშნავს რომ კაცები არ არსებობს, დამიჯერეთ რა. თქვენ ახლა ხო გეუბნებით სიყვარულის აღარ მიჯერა, რას ქვია არ გჯერა სიყვარულის. სიყვარული ის კი არა, ის ადამიანი ვინც იყო და ვინც შენ არ დაგანახა ეს სიყვარული, თქვა და არ დააფასა შენი სიყვარული, არ დააფასა ის, რასაც შენ აკეთებდე, თქვა ამ სიყვარულის გულისთვის, ის იმას არ ნიშნავს. ის ადამიანი არ იყო ისეთი, ვინც დააფასებდა იმას, რასაც შენ აკეთებდე მაგ ყველაფრისთვის და არა სიყვარული აქ რა შუაში არის. არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ამისი დაფასება, მიხვდით?
არიან. ეხლა ეს რო იყოს პირადი გაშლა, აქ იმდენს კიდევ ეთყოდი ადამიანს, რომ რა ვიცი, მაგრამ ნუ ეხლა აქ თქვენთვის ეხლა მარტო ენერგიებით გელაპარაკებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა პირად გაშლაზე მე ვაფშე სულ სხვა გაშლებს ვიყენებ, მაგრამ აი, ნუ ესე ძალიან მაგარია. так, შემდეგი ჩვენ გვაქვს ეხლა ემინა შემდეგი. რატომ მოდის ეს შენ ცხოვრებაში? რატომ ცხოვრობს ეს შენ ცხოვრებაში? ეს მოდის ხანძლივი ურთიერთობისთვის შენ ცხოვრებაში, რომ იცოდე, რომ აქაც მართლა რომ შეიძლება შეცვალოს ბევრი რაღაცა, მაგრამ აი ძალიან კარგი ცვლილება იქნება. ნუ მოდით ვნახოთ ჩვენ. არა, ეს კითხვა არ მქონდა მოიცადე. რას მოიტანს? იგივე ეს გამოვტოვე აქ რაღაცა. რას მოიტანს ეს ურთიერთობა? ნუ იგივე პრინციპში შემიძლია თქვა, იგივე რა. ეს ხანძლივი ურთიერთობა იქნება და ძალიან სასიამოვნო. აქ როგორი იქნება, იცით? აი როცა მატერიალური და სულიერი ერთად, იმიტომ რომ იეროფანტი როცა არის, აქ ისედაც, ნუ იმის დამოკიდებულება ფორტუნა და პლუს სამიანი გვერდხების. რა თქმა უნდა, აქ იქნება ადამიანი რომელიც მზად არის და კიდევაც მზად არის ცვლილებებისთვის თუ დაუშვათ რაღაცა ახლა ანუ ერთობლივად რაღაცას იმუშავ. ანუ აქ როგორი იცით, საერთოდ რვიანი არის უკვე ადამიანის ესეთი ენერგია, როცა მაგასაც ბევრი რაღაცა აქ დამუშავებული, პრინციპში აი გამოცდილება თითქოს თქვენი აქ გამოყენება, აი თქვენ თუ მუშაობთ თქვენ ძალზე, ხო? მოდით ნახოთ აბა, ესე იგი როგორ განვითარება იქნება. როგორი განვითარება. აქ ნახეთ. აქ ნახეთ, ესე იგი ყველანაირად თუ რამე გაწუხებდა თქვენ, ეს ყველაფერი წავა თქვენი ცხოვრებიდან. თქვენი აი რაც ემოციები, რომელიც უკვე თქვენ არ გახარებდათ, ხო, რომელიც თქვენ აი დაგროვილი ქონ, აქ სულ ხუთიანები მოდის და ნუ მეხუთე ჯვარი მუშაობს ბავშვებო, ჩემებო. იმიტომ რომ აქ ადამიანები თითქოს დაამუშავეს, ორივემა დაამუშავეს რაღაც პროცესები, ხო? და უკვე ამ ურთიერთობაში ის აღარ გაჩერდება, ეს ცუდი რაღაც ნეგატიური თუ რამე იყო, ეს ყველანაირად უკვე გადის რა. აქ ნამდვილად, ანუ ამ განვითარებაში თანდათან წავა ეს ცუდი რაღაცა ენერგიები, ცუდი თქვათ რაც გაწუხებდა თქვენ, რაც იყო მტკივნეული თქვენ, ეს ყველაფერი უნდა წავიდეს თქვენი ამ ურთიერთობის განვითარებაში. ენერგია როგორი იქნება თქვენ შორის, ვარსკვლავური ენერგია. ვარსკვლავი ეს რა თქმა უნდა ესეთი ენერგია, როცა აი აქ ნახეთ, აქ პირიქით ნახეთ რა საინტერესოა ხმერთო. აქ ნახეთ წყალი როგორ გამოდის რა, მიდის მიწაში ჩადეს, დამიწდა. აქ პირიქით ნახეთ, ახლა წყალი მოდის და ივსება აქ თასი. ნახეთ, რა საინტერესოა. თასი, ანუ აქ შეივსებით, თქვენ თითქოს ერთმანეთს შეავსებთ თქვენ. აი შეავსებთ. როგორი ენერგია იქნება, აი ძალიან ნათელი, ძალიან დაიმე ღმერთო მომეცი ქართულად და აი სიტყვები რა აუხსნა ამ გოგოებს, რაც მე მინდა რომ და ბიჭებსაც რა. ანუ ენერგია, რომელიც აი აქ ნახეთ, ეს ვარსკვლავი დგას წყალში. ემოციები, შევსება, ერთმანეთს შეავსებთ, ერთმანეთს გაუნათებს გზას. თან პლუს კიდე ვარსკვლავი ჯამრთელობის ენერგია, ხო? ანუ ჯამრთელობა არის აქ, განვითარება. აქ თქვენ ერთმანეთში დაანთებთ აი ამ ვარსკვლავებს რა. აიგაც შეიძლება ვთქვათ, რომ დაუშვათ ეს არის როცა ენერგია, ანუ წარმატებული ადამიანების ენერგიაც არის რა. პრინციპში, ნუ ორაკოლში ეგრეთ შეგვიძლია ვთქვათ, ანუ შემავსებელი, აი ასე მინდა ვთქვა. შემავსებელი ენერგია. აი ეს მოდის ჩემთან ეგეთი ინფორმაცია და ძალიან მაგარია რა. ძალიან, ანუ რა არის, იცით, ესე იგი, რაც არ არის საჭირო, თითქოს აი გაფილტრა რა. აი როგორ არის, იცით, როცა ადამიანთან ეხლავე. აი ყველაფერი ძველი თუ რამე იყო, უნდა წავიდეს რა ამ ადამიანი, აი სიძლიერე რა. სიძლიერე და უფრო მეტი კიდე ნახეთ რა.
რა საქმედაც თქვენ ხარ დაკავებული, რითაც თქვენ მოიზიდავთ ამის ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ადამიანს სჭირდება გოგო, რომელიც არის თვითქმარი, ხო? აი გაძლიერება. თქვენ აი კიდე თქვენ ახლა აქ даже როგორ იქნება, აი უფრო გაგაძლიერებს, უფრო დაგიდგება გვერდში. აქაც ტემპერატურა, აქაც ტემპერატურა. აქ даже შეიძლება ნახოთ მე ხა თქვენს ენერგიაზე ვიკითხებით, თქვენს შორის რა ენერგია იქნება, მაგრამ აქ შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც даже აი ჩადებს აი თქვა საქმე გაქვთ ხო, რაღაცას აკეთებ თქვა ხო, დაუშვით. ეს კი ამას აი როგორც პროდიუსერი, აი ნახეთ რა მიჭეს ღმერთო ჩემო. გუშინ მქონდა კონსულტაცია, გოგოს კიდევაც მოხსნიდე, რომ აი ქართულად ახლა აი მეუბნებე ჩემი მოსწავლე გოგო, რომ მე არ შემიძლია ახლა რომ აი ბევრი ვილაპარაკო, შემიძლია ორი სიტყვით ავხსნა რა ადამიანს და ახლა რა უკნა ახლა არ შემიძლია. მე ვთქვა მე რომ რუსულად ვხსნი, მეც ორ სიტყვით ვამბობ რა ყველაფერს და აი ეს იყო ჩემი ყოველთვის ფიშკა რა, რომ აი ეს წყალს არ ვნაყავ, მაგრამ ქართულად იმიტომ მიწეს ბევრი ლაპარაკი საერთოდ, იმიტომ რომ ზოგი სიტყვა რომ მინდა რომ ვთქვათ გითხრათ, მაგრამ არ ვიცი ზუსტი მნიშვნელობა, ამიტომ დავდევა რა ესე გარშემო და ბევრი გამოდის რა, ამიტომ მომიტევით რა, ძალიან აქ გთხოვთ რომ ნამდვილად აი ეხლა ვცდილობ რომ თქვენ აგიხსნათ ყველაფერი დაწვრილები და თუ შეიძლება ერთი რაღაცა სიტყვა ვერ ვიპოვა, აი ამიტომ დავდევარ იქით აქეთ. ნუ უკვე ვინც დიდი ხანია მიყურებ, თქვენ კი იცით რომ ვიზრდები მეც და ვითარდები ქართულშიც, ხო? ხო, ამიტომ ჩემო სიხარულებო, თან ახლა ქართული სალაპარაკო სხვაა და ახლა ეზოტერიკული ძალიან ძნელი, თან რომ მოდის ნაკადე რუსულ ქართულად, ნუ საშენელი სიამოვნება. ვოთ, ჩემო სიხარულებო. ამიტომ აქ თქვენ გაიზრდებით, აქ თქვენში გაიხსნება კიდე სხვათა შორის შეიძლება ზოგში გაიხსნება ძველი თქვენში ჩადებული ნიჭი და ზოგისთვის იქნება, როგორ იცით, განახლება თქვენი ნიჭი. აი დაუშვოთ, იტყვით რომ აი ნუ რაღაცას დაინახავს ეს ადამიანი, რომ თქვენ თქვათ რაღაცა იცით მაგრად, ხო? და ის იტყვის, მოდი აი ეხლა ეს შენ რაც იცი, ჩვენ აი ასე გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, ნახეთ ამის ხასიათზე, ეს სულ ახალ რამეებს ეძებს ეს ბიჭი, სულ ახალი რაღაცა მაინტერესებს რა, ახალი მიდგომა. და აქ შეიძლება შემოგთავაზებს, ეგა რომ მოდი შენი ეს რაც შენ იცი, ეს ნიჭი რა, ჩვენ აი ასე ვთქვათ წარმოვადგინოთ, იმიტომ რომ იმპერატორი არის საერთოდ предприниматель, აი ის რა არის, ინდმეწარმე, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს, აწარმოებს. და ამიტომ აქ უკვე აი ეს მოვა და იდეები რაღაცა მოვა ამას, რომ მოდი აბა შენ აი ასე ან გახსნის თქვენში იმას, რაზეც თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აი რა ვიცი, აი ძალიან კაი ენერგია. და ნუ ესე იგი რა იქნება თქვენთან, სად მიგიყვანთ? ნუ ცხრიანი. ეხლა ნახეთ, ცხრიანი თასების. აქ არის როგორი მომენტი, აქაც ხომ აჩვენა ეგრევე ქალი, რომელიც მე მსიამოვნებს. მე ხო ვეძახა თქვენ ორივეს თვის იქნება ეს ურთიერთობა სასიამოვნო, ორივესთვის. პარტნიორული ურთიერთობაში საერთოდ ეს მასეა. ორივესთვის, როცა არის სასიამოვნო ყველაფერი. თან დალოცვილები ხარ, თქვენ ნახეთ, ნუ არა, ეს არის მონათესავის სული. უეჭველი მონათესავის სული თქვენი, რომელსაც გიგზავნის თქვენ სამყარო. აი 1000%-იანი არის რა. აქ თქვენ გეუბნებით, თქვენ ამას იცნობთ ეგრევე. აი ესეთი შეგრძნება გექნებათ, რომ მე ვიცანი რა ეს ადამიანი და იქნებით ნამდვილად თქვენ ერთად რა. ანუ აქ იმხელა ბედნიერება და იმხელა აი სიუხვე გეუბნეთ ნათესავე, აი თითქოს ჩემია რა, რაღაც ეგეთი თემა გაქვს და პლუს კიდე რომ აი ნათესავებსაც რომ შეხვალთ ოჯახში, იტყვით ვაიმე ჩემ ოჯახში მოვხვდე რა ამაგასთან. აი ჩემიანები არიან, აი ეგეთი რაღაც შეგრძნება გექნებათ აქ. აი როცა ერთმანეთს ეხმარებიან, როცა ერთმანეთს აი даже ნახეთ აქ როგორი მომენტი, რომ ერთმანეთს უყურებენ, ხო, ეს ადამიანები და აი თითქოს იმით გონების დონეზეც უკვე ვიცით, აი მე გრძნობ შენ რა გინდა, ის გრძნობს მე რა მინდა. მიხვდეთ. და გამოგიყვანს ეს ადამიანი თქვენ ძველი თუ იყავით ვინმეზე მიჯაჭვული, თუ ვიღაცას ელოდებოდით თქვენ
აი გეუბნებით, აქ ნამდვილად გამოგიყვანს ეს ახალი სიყვარული და მოგცემს ძალიან დიდ სიძლიერეს და დიდ წინსვლას მოგიტანთ რა. აქ ვიღაცას უეჭველი 1,000,000%-იანი გაიხსნება რაღაცა თუ დაუშვათ გახსნილი გაქვთ ეს თქვენი ნიჭი, უფრო გაძლიერება წავა, თუ ჯერ არ არის გახსნილი რაღაც ისეთები დაიწყება რომ გაოცდებით ღმერთო. იმიტომ ეს ადამიანი იმისთვის მოდის რომ ანუ უფრო მეტად გახსნას რა. უფრო მეტად გახსნას ყველა ვარიანტში რა. და ეს თქვენი გახსნილობა მოგიტანთ მაგარ შემოსავალს რა თქვენთან ურთიერთობაშიც და პლუს კიდე აქ არ გამოვრიცხავ რომ ადამიანს ესეთი ეგრე აქაც მაჩვენება სერიოზული ოჯახი მინდა რომ აი ოჯახი რომ უფრო და უფრო შეივსება რაღაცეთ იმიტომ რომ ერთობლივად როცა წყვილში მუშაობენ ხო რო თქვა არა ესე მე ჩემთვის შენთვის არა როცა ერთობლივად არიან აი რაღაცა ქმნიან ხო გემრიელობას აი ესეთი რამე არის აქ ну მოდით ახლა ბოლო კითხვა გვაქვს ჩვენ ახალი ძალებიდან ახლა რჩევა მოდის მოყავს შენთან ისეთ ადამიანს რომ აი აქ ჩემთვის მაგალითად ძალიან აი მიყვარს აქ ეს ეთლი რატო გეტყვით როცა ადამიანი ხო არა მარტო მიდის უკვე არის როგორი ნამდვილად აი რო იტყვიან ჭირშიც და ლხინში ერთად მიდიხარ ჭირში და ლხინში ერთად ხართ. მოგეცა საშუალება. აი ესეც გიგზავნით ჩვენ. აი ესეც გიგზავნით. კი. აქ ამბობენ რომ დასრულდა შენი აი ეს მარტობა, დასრულდა შენი რთული პერიოდი, დასრულდა შენი აი ეს რომ სულ ყველაფერს რომ შენ თვითონ ფიქრობ, შენ თვითონ ათრევ, შენ თვითონ აკეთებ, შენ აი სულ აი დასრულდება, იმიტომ რომ მოდის შენსკენ სიხარულე, ჩვენ გიცავთ, ჩვენ გვინდა შენი სიხარული, ჩვენ უკვე всё მივხვდეთ რომ შენ აი მართლა იმსახურებ იმას, რომ აი ნახეთ აქ ხე არის რა. ნუ ორაკულები ვიცით ჩვენ რომ უკვე ნუ სოციალურ მასტერ კლასი რო გთარდება, შემოგვიერთეთ ისაც ტარო გაინტერესებთ, კიდე შეგიძლიათ ლინკი უნდა იყოს ვიდეოს ქვეშ. რომ გაიგოთ რას ნიშნავს, იმიტომ რომ მე იქ ხსნი იმათთვის ვინც ტაროზე მუშაობს, სხვაობას როგორ უნდა წაიკითხოს ხანერთ კლასიკა და ორაკული. და ძალიან საინტერესო ბევრ რაღაცა. ანუ ნახეთ, იქ არის ხე უკან და გოგოები არიან, ხო, სამიანი თასების, მაგრამ აი აქ ამ შემთხვევაში ჩვენ ხომ ახალ ძალებს ვიკითხებით. აუ უკვე მოდის ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე დაგიცავთ, ანუ ჩვენ შენს გარშემო ჩვენ ვდგებით რა, ჩვენ გიცავთ შენ და სიხარული მოდის შენთან, უკვე მოდის სიხარული, მოდის გიგზავნით, ხო? და რა თქმა უნდა, არის აქ აგერ არის რაინდი ჩვენი თასების, რომელიც აქ თანახად რამხელა თევზი, რამხელა სიუხვე მოაქვს ამ სიყვარულს, რამხელა ბედნიერება მოაქვს თევზი, საერთოდ სიუხვის ნიშანია, ხო? რამხელა მოდის თანახა რა არის, იცით, აქ არ არის, აი შეიძლება მე ხო გეუბნეთ იდეალურ პარტნიორთან რო არ ვითარდება ურთიერთობა და ეს მასეა, მაგრამ აქ არის მონათესავი სული, მონათესავი სულთან ის არ არის სულთად ხა იმპერატორი ხა იდეალური, კი ბატონო, მე გეუბნებით რომ რა თქმა უნდა აქაც იქნება, ნახეთ ხო ვთქვი რომ აქ თქვენი ვარსკვლავის ანთებაც იქნება, მაგრამ ნახეთ მონათესავი სული აკეთებს ამას რბილად გიდგება გვერდში, გეუბნება რომ კი ბატონო, არ გაკრიტიკებს. შეიძლება რამე არ მოეწონოს, მაგრამ ისე გელაპარაკება და გეუბნება, აი რბილად რომ შენ თვითონ მოგინდება გადაფიქრება თუ მართლა რაღაცა სისულელეს ამბობ, ხო? თუ უნდა დაუშვათ ახლა შენ ნუ არა აქვს მნიშვნელობა რა, ახლა იგივე მიდის განვითარება მონათესავი სულთან, მხოლოდ უფრო რბილად, უფრო შეიძლება შენ თვითონ ვერ ხედავ შენს ნიჭს და ეს ახლა ვიმე რა სისულელია, მაგრამ ისე გიხსნის და ისე გილაგებს და ისეთ არგუმენტებს გეუბნება, რომ შენ ეს ახლა ხო, აი, გასაგებია, მოდი ვსინჯოთ. ან შენ ქცევაზე სიტყვაზე, ხო, შენიშნებს კი არ გისურვის, თქვა, ან პატარა ბავშვით კი არ გაიქცევა, თქვა, დაგიჯდება, თქვა, თუ აიწყენა რაღაცა, დაგიჯდება, დაგელაპარაკება. აიგეთ, ანუ ზრდა სრული ადამიანის პოზიცია ეგ არის. რომ მე მოდი ვილაპარაკოთ, მოდი ვისაუბროთ.
აი ეს გაქცევები, ეს დაბლოკები, ეს რაღაცა არ პასუხები, იგნორები, სისულელეები, ეს არის პატარა ბავშვის ენერგია. გაიგეთ? ანუ ბავშვი არ აქვს 90 წლის არის ეს კაცი, მაგრამ ანუ ბავშვია, ვერ ჩამოყალიბდა რა ქნას. ახალგაზრდა სული მოვიდა და ვერ ჩამოყალიბდა. მაგრამ ისე რა ქვია, ზრდასრული ადამიანი მასე არ იქცევა. არა. აი აქ გეძლევათ ასეთი ადამიანი და მიიღეთ ჩემო სიხარული.